სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი თემა არის საქართველო, ამბობენ რომ წვავი არის უშარება საქართველოში, რას ელოდებით, მაგრამ თქვენ დილსელი რას იტყვის ეს? ანუ რა ვიცი, გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილი არის. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, რასაც ჩვენ ამ დღეებში უყურებთ. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდებით, როგორ ესხმიან თავს საქართველოს მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები. მანამ სანამ ბრიუსელი მის საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში კვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესპიკერის სახით, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. მაშინ, როდესაც ევროკომისიამ მისი პრესპიკერის პირით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას და აგერ 5 თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, ისია გატრონული ყველა ბრიუსელში, მანამდე რა თქმა უნდა ნებისმიერი განცხადება მათი საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის. მოლაპარაკების პროცესში ნაწილი ამბობს, რომ მოლაპარაკება განიხილება მხოლოდ მაშინ, თუ თემა იქნება ხელისუფლების გადაბარება. ერთის მხრივ ნაწილი ოპოზიციის ვიზაობას როგორ აფასებთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაждომის კონტექსტში და მეორეს მხრივ ეს არის თუ არა ნაწილი ოპოზიციის, ვინც გაერთიანებაში ერთგვარი ულტიმატუმი ის, რომ მხოლოდ ხელისუფლების გადაბირების სცენარს განიხილავთ. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, მათ პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუ კი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციის და სისხლისამართლის კოდექსის საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული. ამიტომ კიდევ ერთხელ ლელოსაც რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკონ მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლისამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ასე რომ ეს არის თავარი პრობლემა. პრობლემა არის არა ის, რომ არ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლისამართლის დამნაშავეები. ლელოსთან დაკავშირებით უნდა დავასწრო, ბატონო, ამ თემას ვაწყდეთ. აქეთ და გადმო. ლელო გააკრიტიკა ოპოზიციამაც მოწავეთ, იმიტომ რომ მათ აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ თქვენთან, ხელისუფლებასთან და თქვენს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იყოს მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან, თუ იქნება ხელისუფლების გადაბარება. ასევე ეს ალიანსი ითვლის, რომ ქართული ოცნების ალტერნატივა. რა რესურსები აქვს აი ახლა ოპოზიციის ალიანსს, როგორ მათ პოლიტიკური განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანეს მაშინ, როდესაც არ აღიარეს ქართული ხალხის ნება 2022 წლის არჩევნებზე და იქცნენ პირდაპირ იარაღი უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ასე რომ კიდევ ერთხელ მათ სალაპარაკო არაფერია. თავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი დღეს ვაჭრობენ ადამიანებით და ვაჭრობენ დემოკრატიით. ხედავთ, რასაც მათი მეთოდი არ იცვლება, მოყოლებული 2012 წლიდან მათ აქვთ ერთი მეთოდი. ეს არის ადამიანების გაწირვა წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. ასე იყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს აქ და ციხისთვის გაწერეს, თორე კი იყო თავისთვის შვიდად უკრაინაში. ასე იყო მელიას საქმე, ასე არის მზიამაღლობელის საქმე, ასე არის ყველა ეს საქმეები, სადაც მათ თავად გაწირეს ადამიანები, წააქეზეს ადამიანები დანაშაულზე, შემდეგ გაწირეს ისინი ციხისთვის და მათ შორის უცხოელებმა, მათ შორის ელჩებმა გაწირეს იმით, რომ აქეზებდნენ მათ, რომ არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო მართლმსაჯულებასთან
ამითი წააქეზეს ის რომ არ ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, არ ყოფილიყო მსუბუქი სასჯელი და ახლა ვაჭრობენ ადამიანებით. ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი, ვითაც დაკავებული არის დღეს რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოური ჯგუფი პოლიტიკური თუ ზოგიერთი ორგანიზაცია. ეს არის ვაჭრობა ადამიანებით, რაც არის მეთოდი, რომელსაც ისინი ყოველ ჯერზე იყენებენ. წაიყვან უგულავას ამბები თუ გახსოვთ მაშინ და შემდეგ მსჯელობა აბა შეიწყალებს ვინმე თუ არ შეიწყალებს, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ არ იქნება, თუ რა და როგორ იქნება. ჯერ მიყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგიდან დახმარებით, წირავენ მათ ციხის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. და მეორე ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით და ჩარევით, რომ იქნებ რაღაცა დათმოთ, იქნებ პატარა შეღავათი გაუწიოთ, იქნებ მანდატი კი დახიეს, მაგრამ მე რაღაც სხვანაირად ჩართოთ და ასე შემდეგ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული ან რაიმე ცივილიზებული ქცევა და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება არაპირებს რომ შეყვეს ამ რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი დაკავებული არიან, თავად თბილად ხედავ თავის ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის და არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება. მოგვიანებით თქვენი დამოკიდებულება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით არ იქნება მისმენია, მაგრამ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, კონკრეტული რეკომენდაციები დაახლოებით ან მიახლოებით მაინც რის შესრულებასაც ქართული ოცნება აპირებს. მოგიყვანთ მაგალითს და ვიმსჯელოთ ერთად. ერთი მაგალითი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომელსაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რამდენიმე პარტიასთან დაკავშირებით, მათ არაკონსტიტუციურ ცნობასთან დაკავშირებით, რომ ეს საჩელი გამოვიტანოთ. ხო, ნახეთ ეს რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციას მხარი ვინ დაუჭირა ქვეყნებს თუ შეხედავთ. უკრაინა, რომელსაც 22 პარტია აქვს გაუქმებული, აი ბოლო 3 წელიწადში, მოლდოვამ, რომელსაც 3 პარტია აქვს გაუქმებული და თან ისე რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე გააუქმა მოლდოვა. აი ხა მითხარით, ამის რამე სერიოზულად მივიღოთ, როცა უკრაინის ხელისუფლება, როცა ზელენსკი და სანდუ ადამიანები, რომლებიც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ საჩელი. თან შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ისე გააუქმა, რომ ეს გააკეთა მთავრობამ და მერე იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მოლდოვაში არჩევნებამდე 2 დღით ადრე საარჩევნო კომისიას ჩაახსნევინეს პირდაპირ მათთვის არასასურველი 2 პარტია. ასე რომ, როდესაც ზელენსკი და სანდუ ჩვენ გვეუბნებიან და გვასწავლიან ჭკუას პარტიებთან დაკავშირებით, მე მგონი მათ დირეზე უნდა მიუთითოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ესეც ხო აჩვენებს რამხელა ფარისევლური არის მთლიანად ეს პროცესი, რომელიც ჩანს რომ კოორდინირებული იყო, ამასაც შევეხები, რომ ჩანს რომ იყო კოორდინირებული და ჩვენ ვნახეთ რომ აღმოჩნდა რომ ადამიანი რომელიც აქ 2 დღე იყო ჩამოსული, არანაირი შეხება საქართველოსთან, ესე ვთქვათ, პროფესიული სახით არ ქონია რომ ცოდნა ქონდა საქართველოსზე, 2 დღე იყო აქ და შემდეგ 2 დღეში 100 გვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. რაც რა თქმა უნდა ნაკლებად დამაჯერებელი არის, რომ რაღაც დაწყებული გამოხატვის თავისუფლებიდან და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით ეს ერთი ადამიანი კომპეტენტური იყო იმდენად, რომ 100 გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში. შემდეგ ეს მოგვაწოდეს პროექტი, რასაც რის საპასუხოდაც 100 გვერდიანი პასუხი გაეცა ამ პროექტს და შენიშვნები და კომენტარები. სამშაბათს, წინა სამშაბათს და ხუთშაბათს გამოვიდა პირდაპირ სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი. ანუ არც კი რაც აჩვენებს, რომ რაც რა თქმა უნდა აჩვენებს, რომ მას წაკითხულიც კი არ ქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით, ხომ? ეს აჩვენებს ერთის მხრივ, აჩვენს ეჭვს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის კომპილაცია იმ სურვილებისა, რომელიც და იმ განზრახვებისა, რომელიც აი ქვეყნებს, ვინც იყვნენ ინიციატორები, ქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი იმისთვის, რომ ეს ადამიანი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმა მიეცათ. და მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან
დაყენებული იყო კანდიდატურად გაეროში შარშან პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი. რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართულ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით. სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინც კოორდინირებს ამ ადამიანის საქმიანობას, მისი განცხადებას გვახსოვს სულ რამდენიმე თვის წინანდელი, როცა ამბობდა, რომ სააკაშვილი ეს არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა, ასე რომ ასეთ ადამიანს იმავე პოლონეთის მთავრობამ შეგახსენეთ, გამოაგზავნა ასევე ასე ვთქვათ, ექიმი ექსპერტები, რომლებიც ცდილობდნენ ფარულად გაეტანათ რაც ანალიზები თუ ასე შემდეგ მიხეილ სააკაშვილის. ასე რომ კიდე ერთხელ ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი და ჩვენ გვაქვს ჯერ ხომ აი კონტექსტი რა არის? კონტექსტი არის ასეთი, რომ EUTOS წევრი ქვეყნების უმცირესობამ 23 ქვეყანამ 57-დან თუ 24 ქვეყანამ 57-დან რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მტრული პოლიტიკით, ეს არის სკანდინავიის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები და სხვა, რომლებსაც აქვს გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათ დააინიცირეს ეს პროცესი. პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა იმისთვის, რომ მისი ექსპერტი ყოფილიყო მომხსენებლად და ესეც ჩანს, რომ იყო კოორდინირებული და უკვე თავიდანვე იყო განსაზღვრული, ვინ იქნებოდა წამყვანი, ვის ექნებოდა წამყვანი ფუნქცია ამ შემთხვევაში და ვინ აიღებდა თავის თავზე რომელი ექსპერტი თუ ადამიანი, რომ ცილის წამებებისთვის ხელი მოეწერა. და მესამე, შინით ანგარიში რაც წერია, ამაზეც გითხარით, მაგალითად პარტიებთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინა და მოლდოვა, რომელიც თავად გწალავენ პარტიებს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ სასამართლოს არ მიმართო, ესეც არასერიოზულია. ჩვენ ამას უყურეთ ჩვენ საქმე ეხება ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებელი პირების გადაცემას და ჰააგის ტრიბუნალზე ბიძინა ივანიშვილის წარდგომას. რაც შეეხება დასანქცირება და ასე შემდეგ. ამიტომაც რა იმის შესრულებას აპირებთ? რაიმე 1 2 3 უყურეთ ფაქტი არის ერთი რამ, მთლიან დოკუმენტი არის ცილის წამება, თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული, თავად დოკუმენტში ამბობს, რომ არის მონათხრობები. მაგალითად, აი წამება რო ახსენეთ, არის რომ ერთ-ერთმა პირმა გითხრა, რომ პოლიცია და როცა დამიჭირეს, პოლიციაში მივიყვანეს, გამოშვეს და იატაკზე ვიწექი. ეხლა გადაამოწმე, აბა ეხლა, ესე თქვა. ამას ამბობდნენ, შეგახსენებ. ხო და უყურე აი აბა გაიხსენეთ რას გეტყვით, მაცოდეთ ერთი წამი. არა, უყურე კიცეულა სხვა და მონაყოლი სხვა არის. მონაყოლით ჩვენ ვიცოდით, რომ ორი ადამიანი შიმშილობდა და რამდენიმე დღის წინ ნახეთ რა შედარება ორი ადამიანის მონაყოლზე იყო აწყობილი მთელი თქვენი სიუჟეტები, რომ ადამიანები შიმშილობენ, სამნი მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქე და აღმოჩნდა, რომ შიმშილობენ კი არა, კაცსაც ჭამენ, კაცსაც სვამენ, ჩხუბიც აქვთ, როგორც ჩანს, რაღაცა გარჩევა ქონათ ერთმანეთში, რაც ნახეთ იმ კადრებში, ხო? ასე რომ ესეთი მონაყოლებით არის ზუსტად აწყობილი მთლიანად ეს დასკვნა არის ასეთი მონაყოლები და ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას სასაჯო. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებს. სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ მათ შორის ზოგიერთი ევროპელი ძალები საერთაშორისო სასამართლოს ყველგან დამარცხდნენ. ყველგან განურჩევლად. სტრასბურგის სასამართლოში ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავი ორის საქმეზე, ყველა საქმეზე ბრიუსელი, რომელიც მისი ელჩი, მოქმედი ელჩი იუსტიციის მინისტრთან მიდიოდა ცრუ დემარშებით სააკაშვილთან დაკავშირებით, დამარცხდა სტრასბურგში საქართველოსთან. ასევე დამარცხდნენ არბიტრაჟებში საქართველოსთან თაღლითური სქემებისთვის, რომელიც ლელოს ხელმძღვანელობას ჰქონდა აწყობილი, დამარცხდა ყველა არბიტრაჟში. ასე რომ საერთაშორისო სასამართლოში თუ ვინმეს უნდა წასვლა, ვინმეს თუ ფიქრობს ასეთ რაღაცეებზე, იცოდეს რომ დამარცხდება ყველგან, ვინაიდან
სისულელე ეს არის. ჰაგის სწორედ მყურე ეს არის თავარი არა. ჯერ ეს ერთი კიდევ ერთხელ მყურეთ ამ დასკვნით თქვენ უნდა მიხვდეთ ამ დასკვნას ამ დოკუმენტს აქვს ერთადერთი მიზანი შექმნა საინფორმაციო ხმაური რომ იყოს და ამიტომ არის ნახეთ მთელი სია ჩამოწერეს როგორ უნდა დაიჭირო დააპატიმროთ კიდე დაიჭირო დააპატიმროთ და ასე შემდეგ ხომ ანუ ფაქტობრივად ესე ვთქვათ სადამსჯელო დოკუმენტი შეადგინეს რატომ რომ კონდეს საინფორმაციო ხმაური ვინ ვის ჰად უჩივლებს ვინ რას გააკეთებს და ასე შემდეგ აბსოლუტურად ასე ვთქვათ ყოველგვარ ლოგიკას სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია რომლის მნიშვნელობა ძალიან განსხვავდება ირაკლი კობახიძის განცხადებისგან იმიტომ რომ კობახიძემ გარკვეულად დათვალა შთაბეჭდილება რომ შეიძლება ქართულ მოცემამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ რეკომენდაციებიდან რა რეკომენდაცია იყო მაგალითად რომ მომდევნო უყურეთ ერთი წამი ეს არა უყურეთ მაგალითად რეკომენდაცია არის რომ მომდევნო არჩევნებში მაგალითად რეკომენდაცია არის რომ მომდევნო არჩევნებში მოწვეული იყოს ეუთო სადამკვირვებლო მისია. კი ბატონო, რა თქმა უნდა მოწვეული იყოს ეუთო სადამკვირვებლო მისია. უყურეთ არის რა თქმა უნდა ესეთი საკითხები რაც თავის თავადია და არავის და მით უმეტეს პოლონეთის ხელისუფლების შეხსენება ჩვენ ამაში არ გვჭირდება. მაგრამ იქ რაც მთავარი არის ისთვისაც შეკერეს ეს საქმე საქართველოს წინააღმდეგ რომ კანონები უნდა გააუქმო რომ სარჩელი გამოიწვიო რომ გამოუშვა პატიმრები და სია რატო არა მე ნახე ეს დოკუმენტი და აქაც იმედი მქონდა რომ იქნებ თანდართულად ყოფილიყო სია რომ აი ეს ხალხი გაათავისუფლო ხო წერია რომ გაათავისუფლეთ პატიმრები განსაკუთრებით პოლიტიკოსები აი რა მაინტერესებს იცით ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს ანუ ამ სიაშია ტერორისტი ამ სიაში არის ტერორისტული აქტის ბრალდება რო აქვს წარდგენილი რატო არ აკეთებენ ამ სია ხო ვიცით რატომაც არ აკეთებენ იმიტომ როგორც კი ერთი სახელი და გვარი მაინც გამოჩნდება და იტყვიან ერთ სახელ და გვარს ნახავენ რომ არსებობს მტკიცებულებები ყველასთან დაკავშირებით დანაშაულზე ასე რომ ეს არის მთავარი რა გითქვათ მთავარი მაქინაცია რასაც ჩადის დღეს ბრიუსელი და ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ ეს არის ცრუ ბრალდებები რომელიც არის ასე ვთქვათ ზოგადი სახით წარმოდგენილი და როგორც კი კონკრეტიკაზე მაგალითად როცა საუბარი იყო მასე რა ქვია მოწამულაზე და ასე შემდეგ ამ დოკუმენტშიც ჩაწერეს რომ იქნებ გამოიძიოთ კი მაგრამ ვინ დაუშალა ამ ქალბატონს რომ ჩაეხედა რაც მთავრობამ შეთავაზა რამდენი თვის წინ რომ ვისაც გინდათ ერთი წამი რამდენი თვის წინ 4 თვის წინ შესთავაზა საქართველოს მთავრობამ აგერ არის გამოძიების შედეგები თუ რაიმე კითხვის ნიშნებია რელევანტური ორგანიზაციას საერთაშორისო მოგმართეთ გაჩვენეთ იცით რამდენმა მიმართა არავინ აი რატომ იმიტომ არაფერი სათქმელი არ აქვს იმიტომ აქ არიან მტყუანია ბრიუსელი და ევროკავშირი ქართველ ხალხთან დაკავშირებით ისო ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებზე ერთს ვერ ასახელებენ პოლიტპატიმრს იმიტომ იცი რომ ყველგან არის მტკიცებულებები აბა რა უნდა თქვან მაშინ უნდა თქვან რომ ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალი რო აქვს წარდგენილი ალეკო ელისაშვილი და სხვათა შორის ნახე რომ ლელოსთან ისევ ერთად არის ეს პარტია დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ რომ ლელოს შემადგენლობაში და მის კოალიციაში არის პარტია რომლის თავმჯდომარე ბრალდებულია ტერორისტული აქტის ჩადენაში ეს არის ლელოს და მისი ალდეს ევროპული მფარველი ორგანიზაციის თვით დისკრედიტაცია, როდესაც ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის პარტია ყავთ საკუთარ კოალიციაში. ასე რომ კიდევ ერთხელ მე ეს არაერთხელ მოუწოდე რომ გაემიჯნეთ თქო და არ ემიჯნება. ასე რომ კიდევ ერთხელ ალდე არის დღეს ევროპული გაერთიანება პარტიების, რომლის რიგებშიც არის ტერორიზმისთვის ბრალდებული ადამიანები. კი მე ამაზე გეუბნებით ეს ყველაფერი არის აფერა დიდი ამ დოკუმენტით ვინაიდან მთავარი ამოცანა არის რომ შექმნა საინფორმაციო ხმაური რაღაც თითქოს სასამართლო რაღაც მოწოდება აბსოლუტური სისულელეებით გაჯერებული დოკუმენტი
რომელიც ყოველგვარ მტკიცებულებებს არის მოწყვეტილი. ფერადისებში იმედი წოდებს სანქცირებულ ტელევიზიას და ასევე ამავე პოსტში საუბრობს სოციალზე, ჩვენ მეგამოკნებულ ხარჯზე საქმეს და ამბობს, რომ ისე ვიდეო ეკოსისტემა მაქვს, რომ კულების პოსტთან იყო მტკიცებულებები წარმოქმნილი. თუმცა ესაც მიმართებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, მაგრამ ის ამაზე არ საუბრობს. აი, რატომ აკეთებს ევროკავშირის განცხადების მიუხედავად რჩის განცხადებას? პირველი ეს გავს რა თქმა უნდა ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას. პირველი მან დაუშვა შეცდომა, როდესაც თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად და დაიწყო კომენტირება თავის დროზე ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. ევროკავშირს ყავს ელჩი თავისი აქ და არ სჭირდება მას გერმანიის და სხვა ქვეყნების მიშველება კომენტარებისთვის. ამიტომ წარმოუდგენია თუ თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, ჩაანაცვლოს ის, არ ვიცი, თავი გონია შესაძლებელია, რომ მას უფრო მეტი ეთქმის გერმანიის ელჩს ვიდრე ევროკავშირის ელჩს. თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, არ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის ამის თქმა და არტიკულაცია და იტყოდა ყველაფერს. ამიტომ დაუშვა შეცდომა და იმიტომ დაუშვა, რომ გაუხარდა. აი ეს არის ავის სიხარული, რომელიც მაშინ ამოიკითხეთ ბატონი პეტერის განცხადებაში და სახეში, რომ აი ქართველებო, ეხა ნახეთ რა მოუვა თქვენს სპორტს. შემდეგ აღმოჩნდა რომ და თქვა იქვე გარდა იმისა რომ ავის სიხარული დაგვანახა და კიდე ერთხელ რომ როგორ უხარია რომ რაიმე ცუდი მოხდეს საქართველოში, მეორე იქვე მეორე შეცდომა დაუშვა რომ მტკიცებულებები არის წარმოდგენილიო და დღემდე ერთი თვითონ თუ აქ მაინც ნანახი ეს მტკიცებულება, კაი ნუ გვაჩვენებს ჩვენ. ერთ ის თქვას ნანახი აქვს თვითონ რაიმე მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა არ აქვს ნანახი, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ მოვითხოვეთ მათ შორის გახსოვთ თქვენ რომ საერთაშორისო სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი მაშინ და მოსთხოვებს მტკიცებულებები, ასევე კომუნიკაცია ქონა ბრიუსელთან, არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რომ საქართველოს რაიმე სანქცია დაარღვია. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სანქციის დარღვევა მოხდა. ნუ ამის შედეგი იყო ზუსტად ის, რომ საბოლოო ჯამში პროექტში, რომელიც მიღებულიც არ არის, მაგრამ პროექტიდან ამოღებულია და მივიღეთ ჩვენ წერილი კოორდინატორის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით და ეხლა ცდილობს ბატონი პეტერი რომ ასე ვთქვათ, რა ვიცი, აქეთ გაღმა შემოგვედაოს კიდე იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს, რომ ავის სიხარულით გვამცნო, რომ თითქოს რაღაცა მტკიცებულებები არსებობს, ამით საკვები მისცა პროპაგანდისტულ მედიას, რომ კიდევ ერთხელ ყოფილიყო საქართველოს თავდასხმის ობიექტი, საბოლოო ჯამში არაფერი არ დამტკიცდა. ეს ერთი და მეორე. მე მგონი ბატონ პეტერს ასევე თავი წარმოუდგენია ბრიტანეთის ელჩად. როდესაც ის საუბრობს სანქციებზე, ყველა შეგახსენებთ, რომ ეს თავდასხმა არის ბრიტანეთის მხრიდან, თუ და გერმანია მიიღოს ერთი თავის გადაწყვეტილებები და რატომ ლაპარაკობს ბატონი პეტერი ბრიტანეთის ელჩის ნაცვლად, ამ ბრიტანეთის ნაცვლად და იყენებს ასეთ მტრულ იარლიყებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ზოგადად ამაშიც იკითხება ის ავის სიხარული, რომ უნდა რომ რაიმენარიათ აჩვენოს და სამწუხაროდ ამაში იკვეთება ასევე ზიზღი ამ განცხადებების ზიზღის შინაარსი თავისუფალი მედიის და ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მის გემოვნებას არ შეეფერება და ბოლოს ამგვარი იარლიყების მიკერება როგორც ჩანს ჩვევაა და მე მოუწოდებდი ბატონ პეტერს რომ შეეშვას იარლიყების მიკერებას, ეს არ არის ის რა რითაც გერმანიის წარმომადგენელი უნდა დაკავებული იყოს სადმე რომ იარლიყები მიაკეროს და სტიგმატიზება მოახდინოს ადამიანებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რასთან გვაქვს საქმე. და როცა მე საუბრობდი რომ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის ესთეტიკაშია გაზრდილი მთლიანად ევროპარლამენტი, ესეც ამის დასტური არის. მაგრამ აინტერესებს, რამდენიმე ასეული ადამიანი არის შეკრებილი, სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ და ამ შინაარსში არ შედიან.
და რაც თავი ამასაც არ ფიქრობენ, რომ შეიძლება საკუთარი ღილაკის დაჭერით ხალხების ბედი გადაწყვიტონ. ამდენ ეს არის სწორედ ცივილიზაციური უფსკული, საითაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს. ეს არის, ოდესაც უპასუხისმგებლო არაკვალიფიციური ადამიანების ხელში არის არა მხოლოდ ევროკავშირის ბედი და რას უშვებიან ევროკავშირს ამას ვხედავთ, არამედ მათ შორის სხვა ხალხების თუ ქვეყნების ბედი. ზუსტად ასეთივე იგივე ადამიანები, იგივე სახეები არიან, ვინც ღილაკს აჭერენ ხოლმე ანტიქართულ მტრულ რეზოლუციებს, ისე რომ არც კი ერკვევიან შინაარსში, ხან მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად გვიცხადებენ, ხან რას გვაბრალებენ და ხან რას. ამიტომ ეს არის მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ევროკავშირი დღეს სამწუხაროდ არის იმ ძალების ხელში, რომელიც მას საბჭოთა კავშირად აქცევენ და კიდევ ერთხელ ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ აცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც ჩვენ მოვა ის მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა მოსკოვი არ ჩაანაცვლოს საბჭოთა ბრიუსელმა თავისი შინაარსით. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ბრიუსელმა უნდა შეცვალოს კურსი. ეს კურსი ამ კურსს კატასტროფისკენ მიყავს თავად ევროკავშირი, ეს ჩანს ეკონომიკაშიც, ეს ჩანს უსაფრთხოებაშიც, შვიდობის პროექტად შექმნილი ორგანიზაცია დღეს ბირთვული იარაღით აღჭურვაზე საუბრობს, რომელ ქვეყანაში განთავსდეს ბირთვული იარაღი, ხან პოლონეთს უნდა, ხან გერმანიას უნდა, რომ ბირთვული იარაღი ქონდეს. შვიდობის პროექტი დღეს ბირთვულ შეიარაღებაზე საუბრობს, რაც უკვე თავისთავად აჩვენებს რა გამოწვევების წინაშე არის ეს ორგანიზაცია. ასე რომ კიდევ ერთხელ კურსი უნდა შეცვალოს ბრიუსელმა. მანამ ეს კურსი არ შეიცვლება ბრიუსელის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა საბჭოთა მომავლისკენ მიმავალ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. ამერიკასთან დაკავშირებით კითხავთ, ბუშის პრეზიდენტი საუბრობდა ერთ-ერთი რომ გადაჭრილთან დაკავშირებით არის გამოკვეთილი პოზიციები, პირველი ლეგიტიმური არის ამერიკაში, რა შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით, რა სელოდა. უპირველეს ყოვლისა, მათ შორის საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორე მხრივ, მაინც რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის, რომ იმის კვალობაზე, რომ ფაქტია, რომ რაზეც ჩვენ საუბრობდით USA-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ, დახურა ის ორგანიზაციები, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებელ საქმიანობაში. მეორე, როცა ჩვენ საუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, დაადასტურა ესეც ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ საუბრობდით, რომ მტრობენ საქართველოს. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ის პასიურობა გარკვეული და უფრო ვერ ხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ის გვაქვს, რომ მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის. დაკავშირებით რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, რომელ მიხეილდაძესთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ თავდაპირველად. მას აღიარებას ითხოვდა, იყო მოთხოვნილი საპროცესო შესაქმნელად და რამდენიმე დღის წინ თქვენმა ყოფილი თანაგუნდელმა აღიარა საპროცესოს იმედით საკუთარი დანაშაული, თუმცა ბოლო მომენტში პროკურატურა უარსზე წააგდა. აი რატომ მოხდა და რისი დემონსტრირება უნდა და გინდოდათ ამით, რომ აი ყველაფერი თქვენს ხელშია, ჯერ შესთავაზეს აღიარე და საპროცესოთი გაგიშვებთო, ადამიანმა აღიარა და საპროცესოზე უარი უთხრეს. აი რა მოხდა, რა შეჯდება ეს ყველაფერი და რისი ჩვენება გინდოდათ ამით, თქვენს ხელშია ყველაფერი.
ვერაფერს გეტყვით, ეს არ არის პარლამენტის და ჩემი განსახილველი საკითხი, ეს არის პროკურატურის და მართლმსაჯულების სისტემის პროკურატურის სასამართლოს საკითხი, ამიტომ შეგიძლიათ მათთან იკითხოთ. რაც არის თქვენი საკითხი, თქვენს პასუხისმგებლობას ხედავთ რა ბატონო შალვა, ვინაიდან პარლამენტი არის საზედამხედველო დაწესებულება. აი პარლამენტში რომ მოდიოდნენ მინისტრები, მადლობების და ტაშის გარდა, რამე ერთი კრიტიკული კითხვა რომ მაინც დაგესვათ, თუნდაც ეკონომიკის მინისტრისთვის ან ვინმესთვის საერთოდ 5 აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გვაქვს დღეს ციხეში, ბოლო წელიწადში დაკავებული. არც იქნებ თქვენი პასუხისმგებლობაა? ანუ ეს ყველაფერი ხო დამალული არ ყოფილა, მედია საუბრობდა ამაზე. და თქვენ პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ, ეს ხო თქვენ გეხედავთ? როცა შეეხება საქმე სისხლისამართლის დანაშაულთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალებს, ეს არ არის პოლიტიკური ზედამხედველობის საკითხი, ეს არის სისხლისამართლებლური ზედამხედველობის საკითხი. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის საკითხი არის და სამართალდამცავ უწყებებს, ოდესაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია მტკიცებულებები, მაშინ დაიწყეს პროცედურები. ბატონო შალვა, რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებით და ვინც ახლა ციხეში ყავს გაშვებული სიუჟეტზე კეთდებოდა ჩვენს ეთერში მაგალითად და თქვენ ძალიან კარგად იცოდით და კითხვებს როცა გიშვამდით ამ თემებთან დაკავშირებით ხოლმე, ყოველთვის იცავდით რომეო მიქაუტაძესაც და დანარჩენებსაც, ყოველთვის იცავდით და არ ფიქრობთ რომ თქვენს კრიტიკული კითხვები მინიმუმ უნდა დაგესვათ, იმიტომ რომ მათ შორის ის გამოც დააკავეს რომეო მიქაუტაძე იყო ჩვენს ეთერში გასული სიუჟეტები და რასაც ყვებოდით ამ სიუჟეტებში. ეს ხო თქვენთვის ცნობილი იყო, რატომ აქებდით ამ ხალხს? კითხვა დაგესვათ, საზედამხედველო ფუნქცია ხართ, თქვენი პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარებისგან. სისხლისამართლებლური ზედამხედველობის საკითხი არის და როდესაც პროკურატურას ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, ხედავთ რომ არც არავის მორიდებიან. არც თანამდებობასერიდება პროკურატურა და სამართალდამცავი უწყებები, სხვა უწყებები და არც სხვა საკითხს. ასე რომ იცავდით ამ ადამიანებს და კითხვას რო არ უსვამდით. ჩვენი დაგესვათ ერთი კითხვა, რომ აი პირველი ეთერში რო გავიდა სიუჟეტი და თქვენთან დაკავშირებით ამაზე საუბარი, განგვიმარტეთ თუ შეიძლება, ვიდრე მადლობას ეთყოდით, ერთი კრიტიკული კითხვა მაინც რომ ვინმეს დაესვა ბატონო. ორი საკითხია, პარლამენტს აქვს პოლიტიკური ზედამხედველობის ფუნქცია და არა სისხლისამართლებლური ზედამხედველობის, ამ მხრივ დაესხო და მეორე, არ ვიცი თქვენთან სიუჟეტში რამე იყო თუ არ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დაუშვათ რომ შეიძლება სადმე ვინმე სადღაც ჟურნალისტურ სიუჟეტში ყოფილიყო, აქ მე მგონი თქვენ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა. თქვენ იმ ცილისწამებების ფონზე, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზია ავრცელებს, იმ დეზინფორმაციების ფონზე, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზია ავრცელებს, ერთი წამი. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ნდობა დაკარგული არის მსგავსი ინფორმაციების მიმართ, ოდესაც ახლა 1000 ტყუილიდან ერთი სიმართლე გამოდგება, შეიძლება გამოდგა ერთი სიმართლე, არა, ხო და მისმენთ აი მისმინეთ რას გეუბნებით. უყურეთ, ოდესაც 1000 ბრალდებიდან, ასე ვთქვათ, 100 ბრალდებიდან. ოდესაც 99 აღმოჩნდება ტყუილი და ერთი მართალი, ეს აჩვენებს პრობლემას, რომ ნდობა არის დაკარგული, ამიტომ რაც უფრო კეთილსინდისიერად იმუშავებენ მედიები, რაც უფრო ნაკლები იქნება დეზინფორმაცია და ხელოვნური პოლიტიკური სკანდალების გამოგონება, მით უფრო მეტად ექნება პარლამენტს იქნება თუ სხვას იმისი მოტივაციაც, რომ სერიოზულად შეხედოს ამა თუ იმ ნამუშევრს. ჩვენ ამიტომ ეს უყურეთ ამ ხო ნათქვამია რომ უყურეთ სახელის გატეხვა სუდი არის და როდესაც სახელს გაიტეხს სახელი სხვა რაღაცას რომ თავისთავად მათაც გავუწყოთ, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ როდესაც მედია ასე ვთქვათ 100 სიუჟეტიდან ერთი იქნება მართალი და 99 იქნება ტყუილი, ეს რა თქმა უნდა უკვე ინტერესაც უკარგავს ადამიანს, რომ რაიმენაირად დაინტერესდეს შინაარსით, წინსწრებით უკვე ფიქრობს, რომ აქ იქნება რაღაცა მანიპულაცია, დეზინფორმაცია, ამიტომ რაც უფრო დაუახლოვდებით სტანდარტებს, სხვათა შორის, რომელიც მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით არის სტანდარტები, რომელიც არა მხოლოდ შიდა რეგულაციით, არამედ კომუნიკაციის კომისიის და სასამართლო გადამოწმების ნაწილი იქნება და გადამოწმებელი ფაქტების გავრცელება, დეზინფორმაცია, მათ შორის ის ჟურნალისტური სტანდარტია, რომელიც 15 წელია მოქმედებს, რაც უფრო მეტად და მე იმედი მაქვს, რომ
მე იმედი მაქვს და თქვა კომუნიკაციის კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისინი უფრო ასე ვთქვათ სკრუპულოზულად მიუდგებიან ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის საკითხს, რომელიც 15 წელია მოქმედებს, მაგრამ არ მოქმედებს სინამდვილეში, ანუ არსებობს 15 წელია. კონსენსუსი იყო მედიას და კი ყველა შორის შეთანხმება იყო და 15 წელია ეს სტანდარტები არსებობს. მაგრამ არ მოქმედებს. ამიტომ ეს სტანდარტები როცა სრულად ამოქმედდება, როდესაც ყველა ჟურნალისტი წინ დახედულად ფაქტების გადამოწმებით შექმნის ჟურნალისტურ პროდუქტს, მე რა თქმა უნდა, ნდობაც მეტი იქნება და რეაგირებაც იქნება უფრო ხშირი, სწრაფი და სერიოზული. თავდაცვის მინისტრი რო კორუფციაში იყო ჩაფრული, იყო თუ არა ეს სიუჟეტები ჩვენს ეთერში და ზის თუ არა ახლა თავდაცვის მინისტრის ციხეში. რომეო მიხალკაძე ზის თუ არა ახლა ციხეში იმ სიუჟეტებიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ღარიბაშვილის საკითხზე იყო თუ არა სიუჟეტები და ვამბობდით თუ არა იმას, რის გამოც ღარიბაშვილი ახლა ციხეში ზის და კიდევ არის მე მგონი რამდენიმე რა მნიშვნელობა აქვს? მაგას გეუბნებით მე რომ ой სამი მოლე კიდევ ერთხელ ანუ სამი სიუჟეტის მეტი ამ 10 წლის განმავლობაში არ გაიგეთებიათ? აბა გავიგე ხო, მაგრამ ნუ ორი, კაი ეს 3 4 5 თქვით კი ბატონო. და ამ 5 გავიგე, მაგრამ 5 სიუჟეტის მეტი სხვა არაფერი 5 სიუჟეტის მეტი სხვა არაფერი გაიგეთებიათ? ამიტომ სადაც უყურეთ როდესაც არ ვიცი ხა იმ სიუჟეტები ზუსტად ამას ეხებოდა თუ არ ეხებოდა, მაგრამ ეს დაშვებაც რო იყოს, რომ მათ შეიძლება, მაგრამ ზუსტად იმ საკითხებს ეხებოდა თუ არა, მაგრამ რომც დაუშვათ რომ ამას ეხებოდა, ამის საპირწონე დგას 100, სადაც იყო ტყუილი და დეზინფორმაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ, რაც უფრო სტანდარტების მიხედვით იმუშავებთ, რაც უფრო კეთილსინდისიერი იქნება სიუჟეტები, მით უფრო მეტი мотиваცია და ნდობა იქნება. ამიტომ არის, როცა ნდობა არ არსებობს, მე ყურადღებასაც აღარ აქცევს არავინ და მიხალკაძე მისი მოადგილეც იყო, მასთან არ გაქვთ კითხვები, ანუ 1-2 კითხვა ჰქონდათ და მოხდა და ეს ადამიანი არაფერში არ არის და მისი მოადგილე ამდენს იპარავდა და მინისტრმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, ან იცოდა და რა ვიცი, მაშინ რანაირად არის. ეს სისხლის საქმის დეტალებსაც არ ვიცნობ. არც არის ჩემი განსახილველი საკითხი, სადაც პროკურატურას კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ არ ერიდება, ხო? სადაც აქვს მას მტკიცებულებები და ეჭვი, ყველგან მოქმედებს, ასე რომ სადაც ქონდა იმოქმედა და სასამართლომ დაადასტურეს. ლევოზე მითხავთ, ერთადერთი პარტია არის, რომელმაც თქვა, რომ ვილაპარაკოთ შავა და სულთნათან თქვენთან სასაუბრო არაფერი გვაქვს და რატომ აღმავებთ პოლარიზაციას? ხომ შეიძლება რომ რაღაცა ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესი, რატომ ამბობთ თუ არ სამ პარტიასთან ნორმალიზებულ დიალოგს? ნუ შეიძლება გვეფიქრა, მაგრამ მე რო თან გაგახსენდება, რომ ამ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ დარბოდა ბენზინი სასამართლოში და წვავდა, ცოტა მაგდოს ხასიათი აღარ გვაქვს ხოლმე ლაპარაკის და მათ შორის რომ არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ, აი რაზეა საუბარი და რაც თავარი რა არის, რომ მე წავლენ ეს ხალხი, რომელიღაც ელჩი შეხვდება, ხელს ჩამოართმევს და ესე ბენზინები დარბიან, წვავენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, პარლამენტი ლამის გადაწვეს, გადავრჩით, იმიტომ რომ თანამშრომლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და ჩააქრეს ცეცხლით, რომ გადაიბუგებოდა ეს პარლამენტი, როგორც 90-იან წლებში გადაიბუგა, ხო? და ხელს ხოდა ეს გაგახსენეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ნახავთ ლელოს, რომელსაც ხელს ართმევს, რომელიღაცა ელჩი, რომელიმე უცხოელი ჩავლენ და გალდეს კონფერენციაზე იქნებიან, იქ კითხეთ, აბა ამ ელჩებს კრიტიკული კითხვები, იქითაც დასვით, ხა იმ ფლანგსაც დაუსვით კრიტიკული კითხვები, რომ კი, მაგრამ ამათ ერთ-ერთი ლიდერი, აგერ ვიდეო როა და ბენზინითო დარბის და რა ქვია, ასანთით სასამართლოში. ამას ამართლებთ? ანუ ტერორიზმი არის ევროპა? გოელისაშვილი არის ციხეში, ხო? ის რაც რა ვიცი. მე გარიცხეს გარიცხეს. ბადრი ჯაფარიძეს ხაზარაძე სად არის საერთოდ არ ვიცი, სად არის ხაზარაძე მე მგონი. ხო, არ ვიცი ახლა, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ალი გოელისაშვილის ფაქტორის გამო არაპირებთ ესაუბროთ. ეს არის კარგი მაგალითი, რომ ტერორიზმი არის მათთვის მისაღები პოლიტიკური იარაღი. და ეხა აქ თუ უნდა რაღაცა ტერორისტული ჯგუფების წახალისება იყოს და ტერორიზმის როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის წახალისება იყოს და ხელს როცა ართმევენ ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს ზოგიერთი ელჩი და ბრიუსელში როცა ხელს ართმევენ და იღებენ, ეს არის ტერორიზმის გამართლება, რაც ეს არის არამხოლოდ გამართლება ჩადენილი აქტისა,
არამედ ეს არის წახალისება მომავალი ტერორიზმისა. ამაზე მე სხვათა შორის წერილი მაქვს მიწერილი ევროკავშირის ელჩისთვის ამ თემაზე არა, მაგრამ ძალადობაზე შარშან მივწერე მე წერილი, სადაც ფაქტები გაუზიარე, როგორ ესხმოდნენ თავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორ იყო ზიზღისენა და მაშინ უთხარი, რომ ეს უნდა შეწყდეს და ეს შეწყდება თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს, დაგმობს ზიზღისენას, ძალადობას და ძალადობას. მან არ დაგმო, არც გამომეხმაურა, გადადო ალბათ გვერდზე უჯრაში ჩადო ჩემი წერილი და ამ წერილიდან ორ თვეში ჩვენ ვნახეთ თავს როგორ დაესხნენ მარიამ ლაშხს სირეწლოვან შვილებთან ერთად, ასევე მათგან მოწონებული დაფინანსებული ადამიანები ზიზღისენის ძალადობის მუქარით. ასე რომ აი ეს არის სინამდვილეში, ამიტომაც არგმობენ 4 ოქტომბერს, ამიტომ არგმობენ, სადმე მოისმინეთ, რომ ელისაშვილის მიერ სასამართლოს გადაწვის ცნობაზე. აბა გაიხსენეთ, რომელმა ელჩმა დაგმო, რომელმა უცხოელმა დაგმო, საერთოდ უცხოური გვარის მქონე რომელიმე ადამიანმა დაგმო, ეს საერთოდ არა. რატომ არგმობენ იცით? იმიტომ რომ ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ მომავალ ძალადობას. არის რამდენიმე დეტალი, რაც პირველი ფიქრობ, რომ დიდი ეჭვი კი არა, შეგიძლია ვთქვათ, რომ ფაქტია, რომ მთლიანად ეს პროცესი იყო კოორდინირებული და ამ პროცესის შედეგი იყო წინასწარ განსაზღვრული. ამაზე მეტყველებს ის, რომ რამდენიმე დღეში დაიწერა 100 გვერდიანი დოკუმენტი, ამაზე მეტყველებს ის, რომ ჩვენი პასუხი, რომელიც ასევე 100 გვერდიანი პასუხი იყო, არც კი წაიკითხეს, ანუ ერთი დღე იყო შუალედი და არ ამგონია ვინმე სერიოზულად დაიჯეროს, რომ ერთ დღეში 100 გვერდიანი დოკუმენტი წაიკითხა, ყველაფერი გაიგო, რაიმე დაზუსტება კიდე არ იყო საჭირო და თან ამ 100 გვერდიდან ისე აღმოჩნდა, რომ საერთოდ არაფერი არ ასახა პირველად დოკუმენტში, მას თქო ტყუილად გვაშრომა. ეს ერთი. მეორე, ადამიანი, რომელმაც ეს საქმე შეკერა და დაწერა, არის პირდაპირ პოლონეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირი, დაფინანსებული მათგან პირი, ამიტომ მის ობიექტურობაზე კითხვის ნიშანი კი არ არის. მის ობიექტურობა არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივად დაინტერესებული პირი და არის ინტერესთა კონფლიქტი. მესამე, ჩვენ ნახეთ რამდენიმე NGO-ს განცხადება, მათ შორის ქალბატონი ბაია პატარაია, საჯარო პოსტი ჰქონდა, მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, ისაუბრა, რომ როცა საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებითო, იქ რომელ ქვეყანა როლები როგორ გადაინაცვლეს ქვეყნებმა, ესეც კი მოყვა ქალბატონმა პატარაიამ, რომ ზოგიერთი ქვეყანას უნდა ექსპერტი წარედგინა, ვის რა უნდა წარედგინა, წინასწარ შეთანხმებული, კოორდინირებული, ორკესტრირებული პროცესი იყო მათ შორის შიდა ქართულ მეხუთე კოლონასთან. მეოთხე, ჩვენ იმ დღეს ერთ-ერთმა მეორე NGO-შნიკმა, აი ცალფეხზე დგომა რო უყვარს, სხდომის მიმდინარეობისას დადო ფოტო, სადაც არის, ასე ვთქვათ, ამ დასკვნის დაბეჭდილი დასკვნა ასახული, ყდა ჩანს და წარწერა არის ასევე გადაღებული სხდომიდან, რომელიც არის დახურული სხდომა. ანუ ვიღაცამ შიდა დახურული სხდომიდან მიაწოდა ფოტო მასალა. აღარ ვსაუბრობ იქ რა ვიცი მე ვიდეო და აუდიო მასალები თუ იყო და მესიჯობა თუ მიდიოდა ეხლა ვინ რა უნდა თქვასო ეგ სხვა საკითხი. ანუ ესეც ადასტურებს რომ იყვნენ კოორდინაციაში საქართველოში მეხუთე კოლონასთან, რომელთან ერთადაც შეკერეს ეს საქმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ ესეც გასაკვირი არ არის ესეთი საუბრები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს ამ საქმის შეკერვა ქართული ხალხის წინააღმდეგ იყო კოორდინირებული უცხოელ და შიდა აქტორებს შორის. ამაში მე მგონი გასაკვირიც არაფერი არ არის. კიდევ ჩვენ ხედავთ ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ გავლენის ისინი არ დაგვიძახოთო და გავლენის გამტარებლები და ინტერესის გამტარებლები დღეს პირდაპირ დგანან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. მაგალითად ისვედი, ისედაც ვიცით ვინც არის და რაც არის,
უცხოური დავალებით საქართველოში არჩევნების შედეგებს აყალბებდა, მაგრამ ნახეთ, რომ მათ მოამზადეს დოკუმენტი, როგორც ცდილობს იმედი და პოსტივი თავი დაიცვას ბრიტანეთის თავდასხმისგან, როგორც ცდილობს მოძებნოს გამოსავალი, რომ ის მიზანი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას აქვს, დახუროს თავისუფალი მედია საქართველოში და დატოვოს ხოლმე პროპაგანდისტები, როგორც მაგალითად ტაბულა, რომლის დაფინანსებასაც ცდილობდა ბრიტანეთის საელჩო პარტიული მედიისა, რომ ბრიტანეთის ეს ცდილობა, რომ დახუროს თავისუფალი მედია არ შედგენს და როგორ დაიცვას თავი და გადაარჩინოს ტელევიზია და დგანან ახლა ეს საქართველოს პასპორტის მქონე ისვედის თანამშრომლები და წერენ დანოსებს, რომ იცით რა, ამათ ხელფასი რაღაცნაირად აქვთ ეთყობა, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, სიგნალი არ არის, Facebook-ზე შეუძლიათ ბუსტი, ან პოსტი აქვს და ამ დანოსებს პირდაპირ წერენ, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, თქვენ რომ გინდათ რომ დახუროთ, ესენი არ იხურებენ, იმიტომ რაღაც ნახეს გამოსავალი იმისთვის რომ გადარჩენა თავი დაიცვა თქვენგან. ეს არის პირდაპირ დღეს ამის პირდაპირ თავისი პირით ამბობენ, რომ ისვედი ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს იქნებოდა სამარცხვინო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ აი ეს შეაჩვიეს, ეს გააკეთეს დონორებმა, რომ ყორღანაშვილობა ქვეყნის ღალატი მათ და ისინი დაარწმუნეს იმაში, რომ ყორღანაშვილობა არის კარგი საქმე და ისინი ემსახურებიან დიდ იდეალებს და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა არის კარგი საქმე. ასე რომ აი ეს ყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელიც როგორც მეხუთე კოლონა დიდი ხანი ამზადეს, თავიდან თვითონაც ვერ ხვდებოდნენ ალბათ რომ მეხუთე კოლონა გახდებოდნენ და როგორც საქმეზე მიდგა, აამუშავეს როგორც ქსელი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სამუშაოდ. ერთადერთ რამეს დავაზუსტებ. ელაპარაკეთ ერთმანეთსა ევროპის საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი რომ იყო ჩამოსული და მათ თქვენ შეხვდით, ბატონო შავალა. აი ამ მოწოდებაში მათ შორის ჩნდება ის, როცა ლელო ამბობს, რომ უნდა ილაპარაკოთ, უნდა დიალოგი აღდგეს და ასე შემდეგ, ხო? არ უშვებთ მათ საერთოდ ამ ხალხთან საუბარს, ან გამორიცხულია, არ გადაიხედება? თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია და დაელაპარაკოთ მართლაც ერთმანეთს. ლაპარაკის ადგილი არის პარლამენტი, ის ადამიანები, რომელსაც აქვთ და ლაპარაკის ასე ვთქვათ უფლებამოსილება გააჩნიათ მათ, ვისაც აქვს ხალხის მანდატი. არჩევნები იყო 2024 წელს, ხალხმა გადაანაცვლა თავისი მანდატები, მათ შორის ამ ექსტრემისტებსაც ჰქონდათ საკუთარი მანდატები, შეეძლოთ ესარგებლად, ამის ნაცვლად არჩიეს ქართველი ხალხის ნებისწინააღმდეგ წასვლა და უცხოების სამსახური. და როგორ ველაპარაკოთ ჩვენ, არ ვიცი, მეხუთე კოლონასთან რაზე გვექნება, რა საუბარი უნდა იყოს, ხალხი რომელიც ცდილობს, რომ საქართველოში დაამყაროს მარიონეტული რეჟიმი, იმისთვის რომ საქართველო აქციოს სხვის ვასალად და ნების გამტარებლად. ანგარიში ხვალ, სამშობლოს ხო, ხვალ.